მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე გესაუბრო და ძალიან მიხარია, რომ არსებობს ფილმი, რომელმაც მომცა საშუალება ეს თემატიკა რაღაცნაირად ჩემი არხისთვის მომერგო და მომეტანა თქვენამდე რისი თქმაც დიდი ხანია მინდა. 2023 წელს გამოვიდა ფილმი სახელწოდებით Magazine Dreams. არ ვიცი უმეტესობას ნანახი გაქვთ თუ არა ეს ფილმი. იდეაში არც გამიკვირდება, რომ არ გქონდეთ ნანახი, რადგან სამარცხვინოდ დაბალი გამოხმაურება მოიპოვა ფილმმა. დიახ, თავისუფლად ვიტყვი, რომ გულდასაწყვეტია ასეთი დაბალი აქტივობა ამ პროექტის მიმართ, რადგან ჩემი აზრით ამ ფილმმა ძალიან დიდ თემატიკას მოკიდა ხელი და გადმოსცა ის საკითხები, რომელიც დღესდღეობით ფიტნეს ინდუსტრიაში საკმაოდ მწვავედ დგას და რატომღაც არავინ არასდროს უსწორებს ამ ფაქტ თვალს. ამიტომაც დღეს ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ყველაფერზე, რაც ამ ფილმში დავინახე და შევეცადოთ თქვენს დაგარწმუნოთ თუ რატომ უნდა ნახოთ Magazine Dreams. დღევანდელ ვიდეოს განვიხილავთ სამ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტში. პირველი, ეგოცენტრულობა ბოდიბილდინგში, მეორე, რა გავლენას ახდენს მუდმივად სხვისი თვალიდან საკუთარი თავის ყურება ადამიანზე და მესამე, რა გავლენას ახდენს ხელოვნური ჰორმონების ინექცია შენს ორგანიზმში. ფილმის სიუჟეტს მარტივად რომ გადავავლოთ თვალიდან გავიხსენოთ, ჩვენ გვყავს მთავარი პერსონაჟი, კილიან მედოქსი, რომელიც არის აქტიურად მოასპარეზე ბოდიბილდერი. მთელს თავის შეგნებულ ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშს, ძილს და კვებას უთმობს. გამოდის შეჯიბრებზე, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი განსაკუთრებული და უნიკალური ტიტული არ აქვს მოპოვებული, რაც მის მენტალურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზეც დროის სვლასთან ერთად ძალიან ცუდად ისახება. ჰყავს კუმირი, ასევე ბოდიბილდერი ბრედ ვანდერჰორნი, რომლის მოღწევებითაც და ფიზიკური ფორმითაც კილიანი აღფრთოვანებულია. სახლში მისი პოსტერები აქვს ჩამოკიდებული. თავისუფალ დროს მუდმივად მისი გამოსვლებისა და სასცენო პოზირების ვიდეოების ყურებას ატარებს და პერიოდულად წერილებს წერს. თავის თავს მოიხსენიებს როგორც ბრედის ნომერ პირველი ფანი და მის უდიდეს ოცნებას წარმოადგენს ოდესღაც შეხვდეს თავის კუმირს და მასთან ერთად გაიზიაროს სცენა. ხო, ფილმის ძირითადი სიუჟეტი თითქოს ძალიან მარტივად და უბრალოდ გამოიყურება, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ ვერ დაიმსახურა ამ ფილმმა დადებითი შეფასებები და კარგი გამოხმაურება. თუმცა თუ უფრო ღრმად ჩავიხედებით და კონკრეტულ სცენებზე გავამახვილებთ ყურადღებას, მივხვდებით თუ რამდენად კარგად იცნობდა რეჟისორი ბოდიბილდინგის სამყაროს, მის შიდა სამზარეულოსა და იმ პროცესს, გზას, რომელსაც სპორტსმენი გადის მომზადების პერიოდიდან სცენაზე დადგომამდე. მოდი დავიწყოთ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სცენით, რომელიც არის კილიანის დეითი, მის თანამშრომელ გოგონასთან ერთად. კილიანი, რომელიც მაღაზიაში მუშაობს, ერთ დღესაც მოიკრებს გამბედაობას და მასთან მომუშავე გოგოს დაპატიჟებს პაემანზე. პაემანზე, რომელიც არც ისე კარგად წარიმართება და უფრო უარესად დასრულდება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სცენიდან შეგვიძლია წამოვიღოთ, პირველი, ეს არის თავად კილიანის ობსესია და შეპყრობა საკუთარი თავის და იმ სპორტის მიმართ, რომელსაც ცხოვრებას უძღვნის. ის საუბრობს, რომ ადამიანები მის გარშემო მუდმივად უგულოდ იქცევიან, არ იჩენენ არანაირ ყურადღებას და ინიციატივას მის მიმართ და კილიანის აზრით ეს სწორედ იმის ბრალია, რომ იგი წარუმატებელი ბოდიბილდერია, რომ არანაირი მიღწევა და ტიტული არ აქვს მოპოვებული, რომელიც მის ავტორიტეტს და სახელს საზოგადოებაში ერთი-ორად წინ წასწევს. სწორედ საკუთარი თავით მუდმივი უკმაყოფილება განაპირობებს იმას, რომ კილიანი მუდმივად არასრულფასოვნად გრძნობს თავს სოციუმში, მაგრამ რეალურად გოგონას, რომელიც მას პაემანზე მიყავს, საერთოდ არ აინტერესებს, რამდენი მედალი აქვს მოპოვებული კილიანს, რატომ ვერ გაიმარჯვა კონკრეტულ შეჯიბრში, რატომ ჩამორჩება სხეულის კონკრეტული ნაწილები განვითარებაში სხვა კუნთებს და ასე შემდეგ. მას უნდა უბრალოდ მშვიდი და თავისუფალი საუბარი მამაკაცთან, რომლის მიმართაც სიმპათიები თავადაც გააჩნია. პაემნის განმავლობაში კილიანი საუბრობს თუ რატომ ვერ მოიგო ოჰაიოში გრან-პრის შეჯიბრი, რა უთხრეს და უფრო კონკრეტულად რა დაუწუნეს მსაჯებმა მას. ყურადღება უნდა მივაქციოთ კილიანის სიმკაცრეს და მიდგომას კვების მიმართ. პაემნის დასრულების შემდგომ კილიანი იმ არაჯანსაღ საკვებს, რომელსაც მიიღებს, იძულებითი ღებინების გზით უკან ამოიღებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩვენი განხილვის მეორე თემა და ეს არის თუ რა გავლენას ახდენს ადამიანზე მუდმივად სუბიექტურ შეხედულებებზე დაყრდნობით საკუთარი თავის შეფასება. ამას წინ ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოდიბილდერის კრის ბამსტედის გვერდს ვათვალიერებდი, ვინც არ იცით, მე ეჭვება, მაგრამ მაინც კრის ბამსტედი გახლავთ ამ ეტაპზე ყველაზე ტიტულოვანი ბოდიბილდერი კლასიკ ფიზიკის კატეგორიაში, ალბათ ყველა დამწყები თუ გამოცდილი ბოდიბილდერის მისაბაძი სპორტსმენი და პირადად მეც, მიუხედავად იმისა, რომ უბრალოდ პერსონალური მწვრთნელი ვარ და ბოდიბილდინგთან არანაირი შეხება არ მაქვს, საკმაოდ დიდ პატივს ვცემ ამ სპორტსმენს იმ დისციპლინის, მონდომების, შრომისა და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, რომელიც მან თავისი კარიერის განმავლობაში გვაჩვენა. თუმცა,
ჩემი პატივისცემა გააორმაგა ერთმა პატარა ვიდეომ, უпростоრედ დიდი ვიდეოდან ამონარიდმა, რომელსაც ახლა მე თქვენ გაჩვენებთ და შემდგომ ერთად განვიხილოთ თუ რატომ არის ეს სიტყვები ყველაზე ობიექტურად და ადეკვატურად გაკეთებული შეფასება ამ სპორტის მიმართ. How are you going to feel if your daughter gets into bodybuilding? Kind of hoping she doesn't. Hoping she doesn't? If she does, she does, but I'm hoping she doesn't. I will try and maneuver her away from it. She can work out, but competing at a young age, attaching value to subjective looks like a little cumbersome for a young brain, you know? მოკლედ, მარტივად რომ ავხსნათ, რას ამბობს კრის ბამსტედი ამ ვიდეოში, მას აკითხებიან, როგორი რეაქცია ექნებოდა თუ მისი შვილი, გოგონა, მოინდომებდა ბოდიბილდინგის სპორტით დაკავებას. რაზეც კრისი პასუხობს, რომ იმედია მას ეს არასდროს მოუნდება. თუ ექნება სურვილი, არ დაუშლის, ცხადია, მაგრამ მამის სურვილია, რომ შვილმა ამ სპორტში ფეხი არ შედგას. ვარჯიში მნიშვნელოვანია და უნდა ივარჯიშოს კიდეც, მაგრამ კარგად დააკვირდით, რას ამბობს. შეჯიბრი ადრეული ასაკიდან და სხვისი სუბიექტური შეფასებებით საკუთარი სხეულის ნაკლების და უპირატესობების განსაზღვრა ძალიან ცუდად ისახება ადამიანის მენტალურ სიმშვიდეზე. და რა არის ბოდიბილდინგი როგორც სპორტი? კონკრეტული პიროვნებების, ამ შემთხვევაში მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შერჩეული უკეთესი სხეულის მქონე ადამიანების გამოვლენა და სხვაზე წინ დაყენება. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ და თქვათ, რომ ყველა სპორტში ყოველთვის ერთი გამარჯვებულია და შეჯიბრის აზრით სწორედ ეს არის. ცალსახად გეთანხმებით, მაგრამ მაშინ, როდესაც შეფასების კრიტერიუმის ზღვარი შენს სხეულზე, შენს ფორმებზე, ცხიმისა და კუნთის პროპორციულობაზე, კუნთების სიმეტრიულობაზე და გარეგნულ სიმპათიურობაზე გადის, ვერ დაგეთანხმებით, რომ ყველა სპორტში ასე ხდება და ყველა სპორტი იმგვარ სტრესს ანიჭებს ადამიანს, როგორც ბოდიბილდინგი. ახლა რატომ გავამახვილე ბამსტედის ნათქვამზე ამხელა ყურადღება? რადგანაც ეს სიტყვები წამოვიდა არა ვიღაც უბრალო ბოდიბილდინგის ჰეითერის ან არაპროფესიონალისგან, არამედ იმ ადამიანისგან, რომელმაც დღესდღეობით ყველაზე მეტი მიღწევა ჩაიწერა და ყველაზე მეტი სპორტსმენის მისაბაძი მაგალითი გახდა. შემდეგი სცენა, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ და რომელიც აგრეთვე დაადასტურებს როგორც ჩემს, ასევე კრის ბამსტედის სიტყვებს, არის როდესაც კილიანი ქალთან ერთად უკვე საძინებელში იმყოფება და რა კარგად შეძლო რეჟისორმა იმის გამოხატვა, თუ როგორ იქცევა ბოდიბილდერის სხეული მისი სიმშვიდის, რელაქსის და განტვირთვის მკვლელობის საშუალებად. კაცი, რომელიც ქალთან გართობის მიზნით მივიდა, შიშველი დგას და მორიდებით კითხულობს, იდეალურია თუ არა მისი სხეული, რომელი კუნთი ჩამორჩება სხეულის სხვა ნაწილებს. კილიანს ობიექტურად იდეალური სხეული აქვს, ისეთი, როგორზეც ალბათ დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა ოცნებასაც ვერ ბედავს. მაგრამ ეს დაუკმაყოფილებლობის, გამოვიყენებს სლენგს და ბოდი დისმორფიის, ანუ მუდმივი არასრულფასოვნების განცდის ფონზე ღირებულებას კარგავს. საძინებელშიც კი, სადაც ადამიანი ყველაფრისგან თავისუფლდება და სიამოვნებას მიეცემა, კილიანი ეძებს კვლავ სხვისი თვალით დანახულ შეფასებებს საკუთარი სხეულისა და სხეულის ნაწილების მიმართ. მესამე სცენა, რომელიც მართლა მიგნება იყო რეჟისორის მხრიდან ფილმში და რომელსაც ასევე უნდა დავუთმოთ, რომ ეს არის დასასრული. როდესაც კილიან მედოქსი იღებს იარაღს და ჯერ იმ საჩთან მიდის, რომელმაც ოჰაიოს გრან-პრიზე შენიშვნა მისცა მხრების კუნთების სიმცირეზე და უთხრა, რომ ეს მისი ჩამორჩენილი ნაწილი იყო. იღებს იარაღს, მის სახლში იჭრება, აიძულებს ტანსაცმლის გახდას და ზუსტად ისე აპოზიორებს, როგორც თავად ბოდიბილდერები პოზიორობენ. და ამ სცენაში ასევე ხაზი ესმევა იმასაც, რომ საჯი, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში გამოიყურება გაცილებით ცუდად, ვიდრე თავად სპორტსმენი, გაფასებს შენ, აფასებს შენ წარმოუდგენლად დიდ შრომას, ტანჯვას, უცილო ღამეებს, იმ აკრძალვებს, რომელსაც საკუთარ თავს უწესებ, იმისათვის, რომ იდეალური სხეული გქონდეს. ეს სცენა თან ძალიან ირონიული და თან სევდიანია. საჩთან სტუმრობის შემდგომ კილიანი უკვე თავისი კუმირის ბრედ ვანდერჰორნის გამოსვლაზე მიდის და შუა სცენაზე ყველას წინაშე კლავს მას. მოულოდნელად კადრი იცვლება და ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი კილიანის გაუხმაურებელი სურვილი და წარმოსახვაა. ის თუ რას გრძნობს რეალურად ამ სპორტის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც აქამდე სამაგალითოდ მიაჩნდა. მართალია ამ თემაზე ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ ფილმში გარკვეული დრო ეთმობა იმის აღწერას თუ რა ზეგავლენას ახდენს სპორტსმენის ორგანიზმზე ის ხელოვნური ჰორმონალური ინექციები, რომელსაც პროფესიონალურ სპორტებში და განსაკუთრებით ბოდიბილდინგში ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ. რამდენად დიდია
როდია ის საფასური, რომელსაც სპორტსმენი იხდის, როდესაც ამ ინდუსტრიაში გადაწყვეტს ბედის ცადოს. ფილმის დასასრული, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ კილიანისთვის ახალი ცხოვრების და ფაქტობრივად ყველაფრის დასაწყისია, ასევე გვიჩვენებს სიმბოლურად პრეპარატების მოშორების და ტუალეტში ჩარეცხვის სცენას, რაც უნდა მივიჩნიოთ როგორც პირველი გადადგმული ნაბიჯი. მიიღო და აღიარო საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხარ და შენი პროგრესი, განვითარების გზა და წინსვლა ჩრდილქვეშ არ დააყენო, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა სპორტსმენს უფრო მშრალი სხეული ან გამოკვეთილი მუცლის კუნთები აქვს. კილიანი ფილმის დასასრულს საკუთარ პოსტერს აკრავს თავის ოთახში, თავისი კუმირის ბრედის პოსტერის ნაცვლად და ამით ერთგვარად აანალიზებს, რომ ერთადერთი ვისი დამარცხება და ვისე გამარჯვებაც ამ სამყაროში ღირს, ეს საკუთარი თავია. დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ შენი გონების მანიპულაცია და არასრულყოფილების განცდის გამოვლენა. ცხადია, ეს ვიდეო და არც ეს ფილმი არ ემსახურება ბოდიბილდინგის, როგორც სპორტის დაკნინებას და განსჯას. ეს ერთგვარი შეხსენებაა, რომ ყველაფერს აქვს თავისი საფასური, რომლის გადახდაც ხშირ შემთხვევაში იმაზე გაცილებით ცვილი ჩდება, ვიდრე საბოლოო შედეგი და სიამოვნების მინიჭება. დამიწერეთ აუცილებლად კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ფილმზე და საერთოდ გაქვთ თუ არა ნანახი, გელოდებით ყველას კომენტარების სექციაში. მე კი დღეისათვის ამით დაგემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით მომდევნო ვიდეოში ახალი იდეებით სულ მალე. დროებით.